ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა ონოფრე გარეჯელი. საქართველოს ისტორია სავსეა საოცარი სულიერი ტრანსფორმაციის მაგალითებით, მაგრამ წმინდა ონოფრე გარეჯელის ცხოვრება გამორჩეული და სულის შემსწრელი ამბავია იმისა, საქართველოს ისტორია სავსეა საოცარი სულიერი ტრანსფორმაციის მაგალითებით, მაგრამ წმინდა ონოფრე გარეჯელის ცხოვრება გამორჩეული და სულის შემსწრელი ამბავია იმისა, თუ როგორ შეიძლება დათმოს ადამიანმა მიწიერი ყველაფერი ზეციური მარადისობისთვის. წმინდა ონოფრე ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე წარჩინებული, დიდარი და სახელგანთქმული ქართველი აზნაური გახლდათ. იგი მთელ ქვეყანაში გამოირჩეოდა თავისი საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთ შემწყნარებლობით, უშურველი მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშის ცემით. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად იგი ძალაუფლებითა და სიმდიდრით გარემოცული დიდებული იყო, ოთარის გულში საღვთო ცეცხლი ენთო. მას მონაზნური ცხოვრების უდიდესი ფარული სურვილი ჰქონდა. ცოტამ თუ იცოდა, რომ ძვირფასი აზნაურული შესამოსლის ქვეშ ოთარს მუდმივად უხეში ძაძა ემოსა, რითაც საკუთარ ხორცს თგუნავდა. იგი გამუდმებით ცრემლით ევედრებოდა უფალს, რათა მისთვის ბერული ცხოვრების დაწყების ძალა და სიმტკიცე მიემადლებინა. ერთ დღესაც, როდესაც ღვთიურმა მოწოდებამ მის სულში უმაღლეს წერტილს მიაღწია, ოთარმა გადაწყვიტა სამუდამოდ უარეყო საწუთრო. მან თავის მეუღლესთან გულწრფელი და მძიმე საუბარი წამოიწყო. აწმნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისთვის ვითხოვ კეთილმორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქვენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა. ეს სიტყვები არ იყო რიგითი დამშვიდობება, ეს სულიერი აღთქმა გახლდათ. მისმა კეთილმორწმუნე და სათნო მეუღლემ, რომელიც ხედავდა ოთარის სულში ანთებულ ღვთიურნათელს, არ დააბრკოლა იგი. პირიქით, დიდი სულიერი სიმტკიცით მისცა შენდობა დამშვიდობით განუტევა, რათა ღვთის ნება აღსრულებულიყო. საერო ცხოვრებასთან გამოსამშვიდობებლად ოთარი თავის ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში. იქ მან უკანასკნელად დაალოცა თავისი მემკვიდრეები, მამობრივი ბრძნული გარიგება მისცა მათ და სამუდამოდ გამოეთხოვა. შვილებთან განშორების შემდეგ ყოფილმა დიდებულმა უარი თქვა ყოველგვარ პატივზე და მიაშურა წმინდა დავით გარეჯის უდაბნოს. იმ დროს მონასტრის არქიმანდრიტი გერმანე გახლდათ, ღვთივგანბრძობილი და გულითადი კაცი. წინამძღვარმა უდიდესი სიხარულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა. კაცი ესე დიდსა საზომსა მისაწევნად არს, რამე თუ აწვე გამოსვლით სოფლით აღოსრულებიეს სიტყვა წმინდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკის სახელისა ჩემსათვის. ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს. მცირე ხნის შემდეგ არქიმანდრიტმა გერმანემ ოთარი ბერად აღკვეცა, უწოდა მას ონოფრე და ძმათა წყობრს შეუერთა. ერისკაცობაში მძლავრი და გავლენიანი აზნაური ახლა უკვე ნეტარი ონოფრე საოცრად მშვიდი, დაბალი მორჩილი და დაუცხრომელი მოღვაწე გახდა. მისი ასკეტური ცხოვრება გაკვირვებას იწვევდა. იგი ღამის მკვდროებაში მოუკლებლად ლოცულობდა, ხოლო ცისკრის ლოცვის შემდგომ მონასტრის მახლობლად მდებარე ღრმა ხევში ჩადიოდა, სადაც არანაირი ხმაური არ აღწევდა. იქ იგი საათობით აგრძელებდა ფსალმუნების კითხვას და გარდასული ჟამის ცოდვებს მწარედ იგლოვდა. საზრდელს ისიც მხოლოდ მცირედ პურსა და წყალს წუხრის ლოცვის შემდეგ იხმევდა ხოლმე. მშვიდობიანი სულიერი ცხოვრება მალევე დაირღვა. დავით გარეჯის მონასტერს დაუნდობელი ლეკები შემოესივნენ. მათ ააოხრეს და იავარყვეს სავანე, ხოლო რამდენიმე ბერი ტყვე წაიყვანეს. დატყვევებულთა შორის იყვნენ მღვდელ მონაზვნები მაქსიმე და იოაკიმე, 4 კერძო დიაკონი და თავად ბერი ონოფრე, რომელიც ტყვეებს შორის უხუცესი გახლდათ. ველურ უსჯულოებს მათი დახოცვა სურდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიფარა თავისი რჩეულები. ყოვლად მოწყალე ღვთის განგებულობით მოულოდნელად ტყვეები გაათავისუფლეს და ბერები მშვიდობით დააბრუნეს გაპარტახებულ მონასტერში. ლეკთა შემოსევებისგან გარეჯის უდაბნო უკიდურესად გაღარიბდა. ძმებს არსებობის პურიც კი აღარ ჰქონდათ. მაშინ არქიმანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა: სიყვარულისათვის ძმათასა, წარვეთ ქვეყნად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წარვიდეს სხვით კერძო და რაოდენ ძალმედვას მოვირეწო.
ღირს ონოფრეს ფრიად გაუჭირდა ამ მორჩილების მიღება. მონასტრიდან გასვლა და მით უმეტეს ერისკაცობაში სათხოვნელად სიარული მისთვის უდიდესი გამოცდა იყო, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა. ერთ დროს ქართლის უპირველესმა უმდიდრესმა აზნაურმა ახლა უკვე ძველი გაცვეთილი სამოსით კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობისა და საზრდოს სათხოვნელად. ამ საოცარი სიმდაბლის შემყურე მისი ძველი ნაცნობები გაოცებას ვერ მალავდნენ და ამბობდნენ. ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთთან მოყვარეთა თვისთა. სწორედ ამ მორჩილების გზაზე გამოჩნდა ღვთის უდიდესი მადლი მის ცხოვრებაში. ერთხელ ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მშფოთვარე ბრბომ მიიპყრო. ხალხს ვიღაც ეშმაკეული ჭაბუკი მიხავდა, რათა მისი ავადმყოფობის მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ მობიერად შეაჩერა ისინი და უთხრა: შვილნო, არა არ საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტიანთა, არამედ მონგვარეთ მეიგიაქა. სასოწარკვეთილი დედამ მყისვე ფეხებში ჩაუვარდა წმინდას და შეწევნა ევედრა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი ანუგეშა და უთხრა: მაქვს მე აქა წმინდის დავითის გარეჯელის საფლავისგან მტვერი ევლოგიათ. მან წყალში გაურია წმინდა დავითის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც მეხსეულად განიკურნა. სასწაულის მნახველი ხალხი გაოგნებული ადიდებდა ღმერთსა და მის ერთგულ მონას, მაგრამ ღირსი მამა შეუშინდა ამ ქვეყნიურ დიდებას და მყისვე გაეცალა იქაურობას. მან მოწებნა თავისი უმცროსი ვაჟი იოანე და მასთან ერთად შეგროვებული 3-4 წლის სამყოფის საზრდოთი დაწირთული კვლავ გარეჯის მონასტერში დაბრუნდა. სასწაულები მონასტერშიც გრძელდებოდა. ერთხელ უდაბნოში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი-თვალი მძიმედ ჰქონდა დაზიანებული. რადგან მთელ კრებულში არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, ბერმა მასთან საუბარი დაიწყო. როდესაც სნეულის გასაჭირი გაიგო, ღირსმა ონოფრემ წმინდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას დაზიანებული თვალი. 2 დღის შემდეგ არაბი მონასტერში სრულიად განკურნებული დაბრუნდა და უდიდესი მადლიერებით შესწირა მადლობა ჭეშმარიტ ღმერთსა და ღირს ონოფრეს. მონაზვნურმა ცხოვრებამ ონოფრეში კიდევ უფრო დიდი სულიერი წყურვილი გააღვიძა. მას დიდი სქიმით შემოსვა სურდა, რაც ბერობის უმაღლესი და ურთულესი საფეხურია. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, რადგან ეს უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვდა. თუმცა 30 დღიანი უმკაცრესი ლოცვისა და მარხვის შემდეგ თავად უფალმა გამოუცხადა წინამძღვარს, რომ ონოფრე ნამდვილად ღირსი იყო ამისა. დიდი სქიმით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ სრული მდუმარების ღვაწლი ითვირთა და დაიმარხა. იგი დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა, ეძინა ძირს დაგდებულ, დაგლეჯილ ჭილობზე. ხოლო შიშველ ტანზე მძიმე რკინის ჯაჭვი ემოსა, რომელიც მის ხორცს ჭრიდა. იგი სენაკიდან მხოლოდ წირვა ლოცვის დროს გამოდიოდა, რათა ღვთის მსახურებაში მიეღო მონაწილეობა. ასეთმა უმკაცრესმა ასკეტიზმმა თავისი კვალი დატოვა. ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულა და დაუძლურდა, რომ ფეხზე დგომა საერთოდ აღარ შეეძლო. შეწუხებული ძმები ცრემლით ევედრებოდნენ მას, რომ საწოლში მაინც ჩაწოლილიყო და თავი რბილ სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა დიდი ხნის მდუმარება პირველად დაარღვია, აღაღო პირი და თქვა: აღთქმა მიქნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამას ზედა. იგი საოცარი მადლიერებით ითმენდა მძიმე სნეულებას, ხელი და მსკვნილს წამითაც არიშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. როდესაც ძმები ან მომლოცველები მასთან თაყვანსაცემად მიდიოდნენ, ეს თამდაბალი ბერი, რომელიც ოდესღაც ამაყი და მდიდარი აზნაური იყო, ნახველებს ევედრებოდა: მიბოძეთ ფესვის სამოსლისა თქვენისა, რათა ამბორს უყო და ფერხნი თქვენი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა. როდესაც ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს მღვდელ მონაზონ მაქსიმეს მოუწოდა და უკანასკნელად ზიარებას თხოვა. მოძღვარმა უთხრა: ამ მარხვაში უკვე 3-ჯერ ხარ ნაზიარები, შობამდე სულ 4 დღეა დარჩენილი და თავად დღესასწაულზე გაზიარებო. მაგრამ ღირსმა ონოფრემ აუწყა, რომ ჩვენებით უკვე ჰქონდა გამოცხადებული საკუთარი აღსასრულის ზუსტი ჟამი. წმინდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ მალევე გონება დაკარგა. არქიმანდრიტის ლოცვა-კურთხევით ძმებმა მაშინვე სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება უკვე აღტაცებული და მაღალთა, ზეციურ ხედვათა მიმართ მიქცეულიყო. 18 დღის განმავლობაში წმინდანს ხმა აღარ ამოუღია და არც არანაირი საზრდო მიუღია. იგი იწვა მხოლოდ თვალებად ქცეული, ზეცისკენ მზერა აპყრობილი და მარჯვენა ხელით განუწყვეტლივ ისახავდა პირჯვარს. ნათლისღების დიდებულ დღესასწაულზე საზეიმო ლიტურგიის დასრულებისთანავე წმინდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმინდა ონოფრე გარეჯელის ნეშტი დიდი პატივით დაკრძალეს წმინდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი მამის, წმინდა ონოფრე გარეჯელის საოცარ ცხოვრებასა და სულიერ ღვაწლს იხსენებს და პატივს მიაგებს წელიწადში ერთხელ 12 ოქტომბერს. მისი ცხოვრება მარადიული შეხსენებაა იმისა, რომ ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის წინაშე არარაობაა ყოველგვარი მიწიერი სიმდიდრე და დიდება. ტელერადიო კომპანია Georgian Times. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე, მირზა ცხოიძე. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.